კარგი იუმორის გზნობა გაქვს? კი, ძალიან. შენი დაცინვის თუ ხუმრობის შემდეგ. ადამიანი რო დააბულინგონ. პასუხისმგებლობას აიღებ ამაზე? ავა, მაქვს პასუხი. ესეთ შემთხვევა ყოფილა, რომ ადამიანზეს გიხუმრია, მე დაურეკავს, ლაგოდეხში ჩამოვალთო და ესევ და უი, მეთქი რა გინდა რა ხდება არაფერი ისეთი და next შეკითხვაზე გადავალ. next Really? კიდე იმას ვუყურებ ხოლმე gameplays. ქართულად. აბა თუ იტყვი. Shit. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ლევი გრინი. მოგესალმებით. გამარჯობა. სრული სახელი და გვარი მაინტერესებს. ლევანი ქუქჩიშვილი. აჰა. და ლევი გრინი რა შუაშია? ნუ ბავშვობაში ბიცოლა ჩემი ლევის მეძახდა სულ და ეგ სახელი ავიღე მე იმას ის დაერთო რომ ჩემი სიყვარული ანიმეებისადმი და იქ არის ლივაი ერთ-ერთი გმირი, ნუ ინგლისურად კი ლივაია, მაგრამ მე უფრო ლევი მომწონს რა. და გრინ კიდე იმიტომ რომ მწვანე ზოგადად ჩემი საყვარელი ფერია და თაში მირჩევნია ყოფნა ძირითადად ვიდრე აი ქალაქში და ზღვაზე და ასე შემდეგ. საფხულში თაში ისვენებ ხოლმე? კი, რავი. ზღვაშიც, ზღვაზეც, მაგრამ უფრო მთა. გასაგებია. მოდი პირდაპირ ისეთი კითხვით დავიწყებ. საქართველოში ახლა ნიჭიერი ადამიანები არიან პოპულარულები, თუ უფრო მეტ სიგიჟეს ვინც გააკეთებს ის? უფრო მეტ სიგიჟეს, რა თქმა უნდა. და რატო ხდება ეგრე? იმიტომ ხდება, რომ ხალხს მოსწონს აი ესეთი არაორდინალური სიტუაციების ყურება და ნახვა და მარტივი უაზრობების ყურება. ხო, მაგრამ ნიჭიერი ადამიანები რო იჩაგრებიან. ნიჭიერი ადამიანები იჩაგრებოდნენ სულ ყოველთვის. ნიჭიერი ადამიანი, კი, კანონზომიერება და ნიჭიერი ადამიანი ყოველთვის გასულია ჩვენი ქვეყნიდან თავისი ნიჭის გამოსავლენად სხვაგან. შენ პოპულარული ხარ? მე? ჩემი ნიჭით არა. შენი ნიჭით არა, ხო? ჩემი ნიჭით არა სამწუხაროდ. ანუ მე ძალიან მუსიკოსი ხარ? კი. როდესაც მუსიკის, ანუ შენს ვიდეოებს დებ, შემოქმედებს ესე ვთქვათ. მაშინ ქონდა ამდენი ნახვები? არა. არასდროს. ესე იგი, მე დავიწყე მუსიკის დადება 2014 წელს, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე. როცა წამოვედი უნივერსიტეტიდან და რა იყო ის რაც ჩავაბარე? პროფესია რა იყო? დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები. ხო და შენ გადაწყვეტილებით? არა, სხვათა შორის. ეგ იყო ყველაზე კარგი, იმიტომ რომ ყველაფერს მოიცავდა და მაგიტო იყო კარგი. ხო და როცა დავამთავრე უნივერსიტეტი, მაშინ მყავდა 24,000 გამომწერი და ეს მოხდა 4-5 წლის შედეგად. როცა მე ეხლა სხვა პლატფორმით წავდექ და სხვა კონტენტით, ერთ თვეში ავედი 19,000 გამომწერზე, ასე რომ ერთ თვეში? ერთ თვეში, კი. არა, ბოდიში, ერთ თვეში არა, 6 თვეში. 6 თვეში ახვედი 19,000 გამომწერს. და ეხლა ნუ შესაძლებლად ეგ რო დაიწყე. თვითმიზანი რა იყო? საერთოდ არ მქონდა მიზანი არაფრის. უბრალოდ რაღაცას გაგეცინე, შენ თვითონ რაც მოფიქრე? მე თვითონ გამეცინა და მივხვდი რომ ყველას გაეცინებოდა და ეგრეც აღმოჩნდა. კი, ეგრეც აღმოჩნდა. და ეხლა შენ მუსიკალურ ვიდეოებს არ აპარებ შენ გვერდზე? რა თქმა უნდა, კი, თავისთავად. კი, მე როგორი ნახვები აქვს იმასთან შედარებით? ხანდახან უტოლდება, მაგრამ ისეთი არა როგორცაც გადაობას. და ყველაზე დიდი გამოხმაურება შენი ვიდეოებიდან რომელმა გამოიწვია? ან რომელი ვიდეო გაგივარდა ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად? აი სუსუ თავიდან გავარდა მაგელანაჩიკოს ვიდეო. ეგ იყო ოღონდ სხვადასხვა იუმორისტული ისინი მაგ რა ქვია ვიდეოები. ეხლა არის რომელსაც ახლა რატომღაც აიკვიატეს რომ ეს არის ბულინგი და დაცინვა და ამაზე აჭერენ და ეს კიდე სხვა სეგმენტია, ასე ვთქვათ. შენ რა კომენტარებსაც გიწერენ, მიახლოებით ხვდები და ნახე. მაგრამ შენი დაცინვის თუ ხუმრობის შემდეგ ადამიანი რო დააბულინგონ. პასუხისმგებლობას აიღებ ამაზე? კი. კი. ხო, აიღებ პასუხისმგებლობას, გასაგებია, მაგრამ რას გააკეთებ ის ადამიანი თუ დააბულინგდა შენ? ანუ მე რას გავაკეთებ, რავი ვიდეოს წავშლი და მე დავასაპორტებ სავარაუდოდ და ნუ რავი პირადშიც მივწერ, მე მოვიკითხავ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეთი შემთხვევა ყოფილა, რომ ადამიანზეს გიხუმრია, მე დაურეკავს
და წაშალე უთქოს. აუ კი, და ავიღე. მართლა? კი. აიღე? ავიღე. ოღონდ სანამ ის ადამიანი დამირეკავდა იმისმა დაქალებმა დამირეკეს გაარკვიეს რომ ისაც მუშაობდა ჩემ ახლობელთან მუშაობდა და ის ახლობელიც დამიკავშირდა და ანუ ეს ხდება სადღაც 20 წუთის ინტერვალში ყველა ერთად დამიკავშირდა და ყველა ერთად მთხოვა აღება ვიდეოსი და მე ცოტა ჩავაჭირე, იმიტომ რომ მეთქი იმ გოგოს არ მოუწერია და თქვენ რა გინდათ. ვის ვიდეოზეა საუბარი? აუ რა ვიცი, იქ არ უნდა და თქმა და ეხა აქ არ ვიტყვი. ოკეი. რავი. ხო და რავი ავიღე რა. ბოლოს იმ გოგომ მომწერა და იმ გოგომ ბოდიშიც მომიხადა რომ საერთოდ არ მეგონაო რომ ამ ხელა ამბავს გამოიწევდაო. რომ ჩემი ეს მეგობრები ესე დაგესეოდნენ და კაი მეთქი რა ვიცი. ხო საქართველოში არ მიკვიშრო ეგეთ რაღაც მოხდეს რა. ხო, იმიტომ რომ მაინც პატარა ქვეყანა ვარ და მაინც ყველას ვიცნობთ რა. მარტივი ადამიანთან დაკავშირებით. ისე როგორი გზნობა იყო? ელოდებოდი? რომ ეგეთ რაღაც მოხდებოდა? არა. არა. არც ერთ ვიდეოზე არ მქონდა ესეთი მოლოდინი. აი საერთოდ ერთზე არ მაქვს, იმიტომ არ მაქვს, რომ მე თვითონ არ ვუდგები ისე, რომ ეს არის ბულინგი და ეს არის დაცინვა. ანუ მე თვითონ რომ ხვდები, რომ ვიღაცამ აი ესე რომ გამეღადაოს, მეც გამეცინება რა. და შენს გაიღადავები. და მე ხო რა თქმა უნდა, ჩაულებრივად გავცვლით. ისე TikTokeri ხარ? გამოვიდა. მე თავიდან ლაივებში გავდივარ ახლა რა თქმა უნდა. კი, ანუ ძალიან იშვიათად, მაგრამ გავდივარ, იმიტომ რომ ხვდები რომ ხალხს კომენტარებს იქ უფრო აღვიქვა ლაივში პასუხობ, კითხვა-პასუხი და რაღაცა და იქ ხვდები რომ არის ხალხი რომელსაც ძალიან ვევასები რა, ძალიან მოვწონვარ და ეს ფოტოშორის სადაც კი თქვი შენიღავი ჩემთან სტუმრად ძალიან გაუხარდა ჩემს ირგვლივ ყოფ ადამიანებს, ანუ ბულერად არ გრთვლიან. ხო, არა, არ ვთვლი, მე არ ვთვლი ჩემ თავს ბულერად და ამიტომ ვარ, სინდისი მაქვს, რა ვიცი, წკრიალა და კამკამა რა. რა გავაკეთე. შენ თუ რა მონტაჟებ ვიდეოებს როგორც ვთქვი, ხო? და თუ გქონია ეგეთი შემთხვევა, რომ ვიდეოს ამონტაჟებდი და არ დადე, იმიტომ რომ მეტი იყო. არა, ნახე, მქონია შემთხვევა, როცა რაღაცა აკლდა. აჰა. ხო, როცა რაღაცა აკლდა, ან რამოდენიმე ვარიანტი იყო და რამოდენიმე ვარიანტი გადამიღია და რაღაცა არ მომწონებია. ზედმეტი იყო, არა. ხო? არასდროს. გასაგები. ანუ მოდი TikTok-ის გარდა ხარ მუსიკოსი. დიახ. ბავშვობიდან მოყოლებული ნიჭია თუ მე შეიძინე? არა, ნიჭი არის. მე ვფიქრობ, რომ ნიჭი არის და ვისაც ვასმეინებ, რა თქმა უნდა, ისინიც ესე ფიქრობენ, რომ ნიჭი არის. სამწუხაროდ ლოკაციურად ვიყავით სულ ადგილას, იმიტომ რომ ვერ მივიღე განათლება, ანუ კლასიკური მუსიკის განათლება ვერ მივიღე გიტარის კუთხით. ამიტომ მომიწია აი მაშინ 50 კილობაიტი რო იყო ინტერნეტის სიჩქარე, YouTube-ში ჩემით მესწავლა რაღაცები რა, ანუ იქ აკორდები, იქ ის. ლაკოდეხში კი იყო ესე რაღაც გიტარის შესწავლა და რაღაც, მაგრამ იქ იყო რაღაც 3 აკორდზე 20 სიმღერა. და რა თქმა უნდა ეს მე არ მაკმაყოფილებდა მაშინ და აქედან დავიწყე მუსიკოსობა, მუსიკის შესწავლა ჯერ ესე ვთქვათ და მუსიკოსობა დავიწყე მერე როცა მივხვდი რომ რაღაცა ეტაპზე მივედი, გიტარის იმ დონეზე მივედი რომ მე თვითონაც შემეძლო რაღაცის დაკვრა, რაღაცის დაწერა ან მუსიკის და რავი მაშინ რა დაახლოებით 18-19 წლის ასაკში. და ეხლა სამომავლოდ ფიქრობ რომ გაყვე მე კი ფიქრობ რა ანუ როგორი საკითხია იცი რომ მე ვცხოვრობ ეს თან მომსდევს და რატომაც არა მოდი ხალხს გავუზიარებ როგორც სურათებს როგორც ვიდეოებს ანუ და როგორც ამ იუმორისტულ კუთხეს რა ვიცი როგორც ესე ვაზიარებ ისე გავაზიარებ და რაღაც დონეზე ალბათ მე მეყოლება უფრო მეტი მსმენელი და ვიღაცას მოუნდება რომ ლაივშიც დავუკრა და ლაივშიც მომისმინოს თუმცა მაგის ძალიან დიდი შიში მაქვს რატო არ დამიკრავს არასდროს ლაივში აჰა ანუ მხოლოდ შენთვის უკრავ ხოლმე სახში არა ნუ მეგობრებთან სამეგობრო წერზე არ გვაქვს საუბარი და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო რომ ქართული სიმღერები არ ვიცი
აი ესე ხო, ნუ აი სუფრაზე რომ ვჭდებით, რაღაცა კონკრეტული სიმღერები ვიცი, მაგრამ აი რაღაცები უკვე აღარ ვიცი რა, რომელიც ან ნებისმიერ შეუძლია, ვინც გიტარას აიღებს ხელში, ის დაუკრას და იმაზე იყოს ორიენტირებული, რომ აი სუფრა გაალამაზოს ამ კუთხით და ძალიან ბევრი სიმღერა იცოდეს. მე არა. რატომღაც აი ეგრე გამოვიდა რა. ხო არა, პრობლემა რო ცოტა მსმენელი ყავს. არა, იმიტომ ნუ ხმაც არ მაქვს შესაბამისად ეგ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ იქ აკომპანიმენტს ვუწევ ძირითადად ყველას რა. ნუ თუ ვიღაცა ჩემზე უარესად ვღერის, რა თქმა უნდა, მეც ვღერი ხა. დასაცინი რო არ გავხდე. გასაგებია. მუსიკასაც ოდნავ შევეხეთ. მაგრამ კიდე მაქვს მე კითხვები და გავაგზავნე. კი, არა. მე მაინტერესებს ვისზე არ გააკეთებდი არასდროს ვიდეოს. ოპა. ვისზე არ გავაკეთებდი არასდროს ვიდეოს. ანუ ქართველია თუ ქართველია. რა თქმა უნდა. ქართველი უნდა იყოს. ყველაზე ისაც ვაკეთებ, ვისაც მინდა, მაგრამ ვისზე არ გავაკეთებდი. აი, ჩემი მეგობრები, ვისაც მეუბნებიან და ვისაც მაფიქრებენ, მოდი მაგას ვიტყვი რა, კრისტილაბად. კრისტილაბად. ზე არ გააკეთებდი? კი, იმიტომ რომ ყოველ მეუბნებიან, რომ შენ უფრო შენზე უარეს გაიკეთებსო რა. და მაგიტო ალბათ. მაგრამ მე კრისტის სპეციალურად ხო არ გეუბნებიან? მე კრისტისთან მაქვს მიმოწერა, შეხება მქონია და რავი, არ მინდა, ანუ არ გავაკეთებ არა, არ მომინდება რომ გავაკეთო ესეთი რაღაც. მე შენ პასუხს დაგიტრიალებ ახლა. დამიტრიალე. მეშინია თუ არა? კი, ეგეც არის ერთ-ერთი კითხვა არის, გეშინია თუ არა და მეორე ის არის, რომ შენ თუ ამას ხუმრობ და არ არის ბოროტი ხუმრობა. თუ მეგობრობ რა გაბრკოლებს, მაინც შეგიძლია იხუმრო იმ ადამიანს. არა, იცი რა, მე ხო ისე არ წერ ადამიანს, რომ ანუ ვუთანხმებან რაღაცა. ეხლა ადამიანს რომელთანაც კომუნიკაცია გქონია და იცნობ, ცოტა რთული არის. მე თუ მკითხავ და აი მაგიტო ვამბობ, რომ არ გავაკეთებ თქო რა. იმიტომ რომ რავი, არ მიეცეს ისეთი სახე, რომ ან დავაბულინგე, ან არ მიეცეს ისეთი სახე, რომ ჩვენ რაღაც საკომუნიკაციას გადავახტი და ჩავწერე იმიტომ რომ ხალხს უნდა და თუ რაღაცა ეგეთი სახის რო არ იყოს რა. აი მაგ პონჩი რა, აი მაგიტო არა. მაგიტო არ ვისავდი სავარაუდოდ. რამდენი გამომწერი უნდა ყავდეს? ხო. რომ გააკეთო ვიდეო კრისტილაბაძეს. მეც მოგეხმარები აქედან რომ გამოიწერეთ. მე რამდენი? მე ვფიქრობ რომ საკმარისი მყავს. იმისთვის რომ კი. იმიტომ რომ ვიძინებ, ვიღვიძებ და 400 კაცით იმატებს ჩემი TikTok-ი ყოველ დღე და მგონი რომ საკმარისი არის. კი ბატონო, მოდი ამოვწუროთ ეს შეკითხვა TikTok-თან დაკავშირებით და next შეკითხვაზე გადავალ. Next. Really? Next. შენი აზრით რატომ საუბრობენ ინგლისურად ქართველი ინფლუენსერები? ძალიან ცუდი არის ღმერთო, როგორ მაღიზიანებს რო იცოდეთ რა. მე ზოგადად ანუ ტრადიციების მოყვარული რაღაცა ჭრილში ვარ და ზოგადად ვამბობ რომ ჩემი ენა ძალიან მდიდარია იმისთვის რომ ინგლისურად არ ვილაპარაკოთ ან იმისთვის რომ რუსულად არ ვილაპარაკოთ. ნუ რუსული იყო ჩვენი წარსული, რუსული ჟარგონები გვაქვს და ყველაფერი რუსული გვაქვს. პერიოდი იყო ეგეთი და ნუ რა ვიცი, საბჭოთა კავშირში ვიყავით, მაგრამ ეხლა ხო აღარ ვართ და არაფერში აღარ ვართ საერთოდ რა. მაგრამ ეხლა რაღაც თავზე გვაზის Netflix-ი, რაღაცა HBO, რაღაცა ამერიკა და აი და რაღაც დამკვიდრდა. არა, ცუდი არ არის გასულ Netflix-ი, HBO და არა და ნუ დამკვიდრდა რაღაცა ეს ხო და მე ეგეთ რაღაცას მივხვდი რა. ჩემი დასკვნა მაქვს. მაღიზიანებს რა. მეც მაღიზიანებს, მაგრამ როდესაც ადამიანი ეგრე საუბარს იწყებს, მე ვფიქრობ რომ უნდა რომ გამოჩნდეს უფრო განათლებული. თუ აი რაღაც ეგეთი რა. ეგ კომპლექსი აქვს მგონია ეგ. ნუ მე ეგრე ვიღებ ყოველ შემთხვევაში. ხო, ნახე არ ვიცი რის დამტკიცებას რას უმტკიცებენ და ვის რას უმტკიცებენ, ან მე მიმტკიცებენ თუ შენ გიტკიცე. არ ვიცი ვის რას უმტკიცებენ, მაგრამ რასაც აკეთებენ, ანუ გეუბნებით რომ ძალიან აბსურდი არის, არ გააკეთოთ არქნეთ, იმიტომ რომ გვაქვს მდიდარი ენა და აი რა ვიცი რაღაცა რა სიტყვა მოვიტან, არც ვიცი, ყველა სიტყვას ამბობენ, უკვე აი ნებისმიერი ელემენტარული სიტყვა, აი glass არ ვიტყვი ეხა და ვიტყვი რომ ეს არის რა ვიცი, ჭიქა
სპეციალურად იმისთვის, რა ქვია, შავი ღვინოსთვის. ჩვენ ქვეყანას გაუმარჯოს და ქართულ ენას. ქართულ ენას, კი, დიდარ ენას. მე არ ვსვამ, მაგრამ გაუმარჯოს. შენს ვიდეოებს უფრო კარგი რეაქციები აქვს თუ ცუდი? კარგი. კარგი, ხო? კი. რას გზნობ ხოლმე, აი, მაგალითად ეხა რაზეც ვისაუბრეთ, სლენგებს რო იყენებენ საუბრის დროს. მან ძალიან ბევრი კარგი კომენტარი იყო. კი. და მე მივხვდი, რომ შენი ვიდეოც იყო რაღაცა პროტესტის გამომხატველი, ხო ეგრეა? მარტო ხუმრობა არ იყო მან, რაღაც იდეაც იდო. კი, ორი ვიდეოს ჩაწერა მომიწია ამ თემატიკასთან დაკავშირებით. პირველი იყო ჩემი სახე, ჩემი სახე, რომ არ მსიამოვნებს რა, ეს არის საშინელება და მეორე იყო უკვე ავყევი და ისე ვფიქრობდი, რომ მივახვედრებ, რომ ეს არის საშინელება, ესე არ უნდა. მე გამოგივიდა? მე როგორც მაყურებლის თვალსაზრისით ჩემი აზრით გამოგივიდა და თქვენც დაწერეთ კომენტარებში. იცი რა, კომენტარებს რომ ჩავიკითხავ ხოლმე იქ რა თქმა უნდა ისეთი ხალხი წერს, ვისაც ეს არ მოსწონს და ჩემსავით აზროვნებენ და ჩემსავით რა ვიცი, უარყოფენ ამ ინგლისურ ტერმინოლოგიას ქართულში და აი დამიქსვას და დაკომბაინებას და რა ვიცი, რაღაც ჯანდაბას და უმეტესწილად ესეთი ხალხია კომენტარებს და მან ხვდები რომ ლოგიკურად ხვდები რომ არის ჩემნაირი და შენნაირი ადამიანი ვისაც არ სიამოვნებს და ხა ვინც აი ჯენზი თაობა არის ეგეთი რომ ძალიან შერწყმული აქვს ეს ინგლისურ ქართული და მე ჯენზი ვარ მაგრამ ხო არ ვიცი ალბათ ჯენზის იქით კიდე არის რაღაცა რა ქვიათ მაგათ არ ვიცი რაღაცა უცნაური ხო აი მოდი ჩვენს ახალი თაობა ხო ახალი თაობა ქართულად ჯობს უფრო აქვს ეს რა ქვია შერწყმა ერთმანეთ ქართული ინგლისურის და რა ვიცი მათ სიამოვნებს თუ არ სიამოვნებს არ ვიცი იმიტომ რომ მაგათ ლოგიკას ჯერჯერობით ვერ ჩავწვდი რაღაც რთულია რაღაც ამერიკულ ქართული ცხოვრები ცხოვრობენ რა როცნაირად კარგი იუმორის გზნობა გაქვს კი ძალიან კი გიყვარს შენი იუმორი აუ ძალიან კი როგორ ფიქრობ ხუმრობა სასაცილო რო გახდეს კინემა ჭირდება არანაირად თუმცა კახელი ვარ და მაგ ჭრილში მაგით დოკითხე არ ვიცი რა კახურ იმას რა ქვია იუმორს და კახურ ტონს თუ დაამატებ ეგ გინება აღარ არის ეგ გინება ცოტა იმართლა ლოცვა არის რა ეგ გინება აღარ არის ტოპ 3 ქართველი იუმორისტი თუ ყავს არა ქართულ იუმორზე მოიცა გეტყვი რასაც ვუყურებ იმას გეტყვი რა ცინკვესებს ვუყურებ მიშას ვუყურებ ცინკვესებს ვუყურებ და ცინკვესებს ვუყურებ ესე თლიანად შიგნით რო ვარ და დაწყებიდან ბოლომდე რო ვიცი მე ხო აბა მითხარი რატო მუსიკაც არის შიგნით მუსიკაც არის და მაგრად ასწორებს და აი ის რა ქვია აი ესე ვიღაც რომ მითხრა არ ვიცი ესე YouTube-ზე და short-ებში და reels-ზე და რაღაცაზე ვიდეოებში თუ ამომიგდებს და თუ გავჩერდები და რაღაც უბრალოდ არ ვიცი რა ქვია გადაცემას მაგალითად ქართულ YouTube-ს უყურებ? არა რატო? არ ვიცი რა არც ორიგინალს ვარ ნახა უცხოეთში თუ ეგ გამოვიყარა არც ზოგადად არც უცხოურს და არ ვუყურებ ზოგადად რა არ YouTube-ზე რო შევდივარ სერჩავ ან ნოტებს ან კიდე ის რა ქვია რაღაც სხვადასხვა კომპოზიციებს რა თქვათ ორგანის მელოდიები გიტარაზე როგორ იკვრება და რაღაც და თავისუფალ დროს ხო მივხვდი რომ მაგით გაყავს მაგრამ სულ მაგას აკეთებ კი YouTube-ზე ძირითადად ეგაა რა ან ცინკვესები როცა იდება და ეგ კიდე იმას ვუყურებ ხოლმე gameplays არა gameplays არ ვუყურებ ანუ როგორ გითხრა ქართულად აბა თუ იტყვი რა ვიცი თამაშის მიმდინარეობას ველობას რაღაცას აი მაგალითად Assassin's Creed-ის ქრონოლოგიას რა, ანუ საიდან დაიწყო და საიდან მოდის. მეც უყურებ ხოლმე. ამას და სხვათა შორის გამოვიდა, ქართულადაც გამოვიდა, ძალიან გამიხარდა. არ ვიცი, მართლა არ ვიცი ხა სახელი როგორ უწერია იმას, მაგრამ გადაიღო ქართულად და ძალიან გამიხარდა რა და მე კომენტარში დავუწერე Tomb Raider-ს
გააკეთე თქვა. საყვარელი თამაში რომელია? Tomb Raider-ია, ჩემი საყვარელი თამაში. 96 წელს რო გამოვიდა Tomb Raider-ი, ნუ მე ხარ თქვა 96 წელს დავიბადე, მაგრამ 2003-ში PlayStation-ი რო მიყიდა მამაჩემმა ჩამომიტანა გერმანიდან, იმის მერე Tomb Raider-ის თამაში არ შემიწყვიტავს. და ეხა რემასტერი რო გამოვიდა, რემასტერი ანუ ის ქვია, PlayStation 1-ზე იყო ეს თამაში და ეხა მე-5-ზეც გამოუშვეს, ანუ გადმოამე-5-ს, რა ვიცი, რემასტერი გაუკეთეს. მე ძალიან მეცნობა იმ რეჟისორს, ხო და რემასტერ gameplay და რემასტერ რაღაცა და ჩაოჭერ ხაისება და ის მაგიდა ხა PlayStation 5-ზეც ვუყურებ რაღაცა თამაში. კი ბატონო. საკუთარ თავს რას ეკითხები ხოლმე? საკუთარ თავს რას ვეკითხები, რომელი ღმერთი ვარ? და რატო გაგიჩნდა კითხვა? იმიტომ რომ რაღაცას გრძნობ შინაგანად რომ შეიძლება ვიყო. ნახე, ახლოს ვარ ხვდები მიახლოებით. იმიტომ რომ მე რომში რომ ჩავედი, ძალიან შინაურად ვიგძენი თავი რა. ხო. კოლიზიუმში რომ შევედი, აი რაღაცა ძალიან ისე გძნობდი რა, რომ პირველად არ ვიყავი რაღაც ეგეთ საშინელება. ზოგადად ის რა ქვია, ისტორიულად რაღაცა ის გადაკვეთები გქონდა და გვაქვს და რა ვიცი, შეიძლება შვიდათ იგრძნო რომშიც თავი, იმიტომ რომ რა ვიცი, ანუ ესეთი გადაკვეთები გქონდა წარსულში. ქართველებს და რომაელებს და რა ვიცი, მაგას თავი ავარიდოთ საერთოდ. ძალიან მიყვარს ის რა ქვია, ბერძნული ღმერთები, რომაული ღმერთები და მითოლოგია და სულ ყოველთვის რატომღაც მაგაზე მეფიქრება და რატომ მეფიქრება არ ვიცი. ტატუებიც მინდა რომ გავიკეთო. ისე გეფიქრება. რაღაცა ეგეთი თემატიკის ერთი მაქვს. ერთი გაქვს? კი. რა? დავითის ტატუ. კახელი ხარ? წარმოშობით ვარ ჯავახეთი. ანუ კახეთში, მაგრამ მე ანუ ბაბუაჩემი ჩამოვიდა ლაგოდეხში, კახეთში. კახეთი ჰერეთის ნაწილია ლაგოდეხი, უშუალოდ კახეთი არ არის, მაგრამ ნუ სადღა არის ახლა ჰერეთი აღარა გვაქვს, ხო? გვაქვს კახეთი. შესაბამისად ვარ კახელი, კი. იქ დავიბადე, იქ გავიზარდე. კახეთში რო ამბობ TikToker-ი ვარ. რა რეაქცია აქვს თქო? მე არ ვამბობ, თვითონ მეუბნებია. კი. როგორ? შენის არა. ხო. ის არა. ისა ყველაზე მაგარი არის, რომ შემხარეში გწნობენ. კი. და პატივცემენ. რა თქმა უნდა, ხო, მაგას დიდი სიამოვნება ესე თქვა. მე ანუ ჩემი და ლოკაციურად ყველაზე ახლოს არა. როგორ? ლოკაციურად. რა? ლოკაცია არ არის ქართული? არა. მოიცი. ხო. Shit. ხო, ჩემიდან ყველაზე ახლოს გეოგრაფიული მდებარეობით არის სიღნაღი. სიღნაღში რო ავდივარ, ყველა მცნობს აბსოლუტურად და აი კაფეში ან რესტორანში ჯდები მეგობრებთან ერთად ყოველთვის რაღაცა საჩუქარი მოდის. ყოველთვის. ყველაზე უცნაური ზედმეტსახელი კახეთში რა გაგიგონია? ესე ვაცხობთ ხოლმე რა ამ ზედმეტსახელს რა. და აი მაგალითად კარანტინის დროს, როცა გარეთ სიარულიც არ შეიძლებოდა, ერთი ტიპი დადიოდა ძაღლთან ერთად. ანუ წარმოიდგინე მარტო ეს ტიპი ძაღლთან ერთად და არავინ ქუჩაში. და მე ლეგენდა შევარქვი. შენ დროს გეძახიან? მე კახურს არაფერს, მაგრამ ბარამბოს მეძახდნენ და ბარამბოს რატო? ბარამბოს იმიტომ რომ როცა ჩემს ბავშვობაში ეს კამფეტები შემოვიდა, 5 ლარი იყიდა და შეკვრა იყიდებოდა რა. და სკოლაში რომ მივდიოდი, აუცილებლად მედო ეს შეკვრა ზურგჩანთაში და ესე ვურიგებდი ხოლმე რა ბავშვებს. და იქიდან ბარამბო შევარქვი, იმიტომ რომ როცა არ უნდა გეკითხა კამფეტი გაქვს თუ არა, ყოველთვის საიდანღაც ამოვიღებდი და მოგცემდი ამ ბარამბოს მარწყვის საწოწ კამფეტს. ისევ TikTok-ს რომ დაუბრუნდეთ. მე გეტყვი TikToker-ებს. და შენ უნდა შეარჩიო ერთ-ერთი. ოღონდ გაფრთხილებ, ბევრი არ ვიცი. ხო, მე გეტყვი და შენ თუ არის შევცვალოთ. კაი. ხელში არა. კარგი, დავიწყოთ მარტივად. ანი ლოლაძე თუ ნუცა თოფურია? არც ერთი არ ვიცი. არ ვიცი რა ვიცი, მე იყოს ლოლა, არ ვიცი. ანი ლოლაძე თუ დათუნა? დათუნა. რატო დათუნა? რავი, აი კარგად გადაობს. კი, აი ქართულ თემატიკას, ქალების ისტორიულ თემატიკას მე კარგად გადაობს. დათუნა თუ კატო მიქაცაძე? დათუნა. დათუნა თუ ანანო სახელაშვილი?
ვიცი, არ ვიცი. დათუნა. დათუნა. ალბათ. დათუნა თუ ახო ბოლოთაშვილი? აუ, რა კაი ტიპია, კი, დათუნა. დათუნა მაინც. დათუნა თუ ბროკოლი? დათუნა. დათუნა. ბროკოლებიც კარგები არიან. აჰა, კი ბატონო. დათუნა თუ გუგა გიორგობიანი? გუგა ის არის ყველაფერს რო გვასწავლის iPhone-ზე? არა, ის სხვა გუგა. Porsche რო აჩუქეს. დათუნა. არა. არ ვიცი. დათუნა თუ გიორგი კოკაია? ეგ ხარ ხო? დათუნა. დათუნა, მადლობა და დათუნა თუ ლევი გრინი? მე რა თქმა უნდა, ჩემი თავი. ასე უნდა. გასაგები. კარგი, დავამთავროთ, გადაცემა ამოვჭრათ. აზრზე არ ვარ ხალხო, ანუ დამიმართლა, იმენ არ ვუყურებ არაფერს ეგეც. ოკეი, არა პრობლემა. როგორც გავიგე, სიმღერა გიყვარს ძალიან. კი. ასევე კარგად უკრავ. დიახ. გადაცემის ბოლოს გვაქვს ყოველთვის ტოპ 5. აჰა. მოდი დღეს შენ ჩამოთვალე ტოპ 5 სიმღერა გიტარაზე кейფის დროს. кейფის დროს? აჰა, მოდი მაშინ ქართულებს ვიტყვი. ოკეი, მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილი. ის რა ქვია, თუ კი გესიზრები? თუ კი გესიზრებ, ხო. მეხუთე მოდი დავითვლი რა. აუცილებლად და ანუ მეხუთე ეგ არ უნდა იყოს, მეხუთე უნდა იყოს ის მზე დამაქვს ხურჯინით, იმიტომ რომ ყოველთვის ყველგან ვიღაცა მთხოვს რომ ეს დავუკრა. აუცილებლად. მეორე, ის რა ქვია, მეოთხე იყოს თუ კი გესიზრები. მესამე დინარე ხიდის ქვეშ. ხო, მიყვება რა ტრადიციულად. ხო, ანუ რა გავაკეთო? მე რას ან სუფრაზე რასაც მთხოვენ, მაგას ვამბობ. მეორე უნდა იყოს რამე კახეთზე. აუცილებლად. ის რა ქვია, მთვარე ამოსვლას რომ დააპირებს და პირველი რომელსაც მე ვტენი რომ ყველამ ვიმღეროთ, ეს არის ის რა ქვია. ვაიმე, ამ დამავიწყა. ყვავილებში იწვიან. ყვავილებში იწვიან? იცი ეგ სიმღერა? არა. ყვავილებში იწვიან სერები და გორდები. არ ვიცი. მე მთვარე წყაროსთან ერთად აგელოდებით, არ იცი? ხო. გიტარა მოგიტანო? არა, ეხლა არ გიდე. ხო, არა, ისე კიდე სხვა ტოპ 3, ტოპ 5-ით შემეძლო, მაგრამ ეს ძირითადად ესენი არის, რითაც დატანჯული ვარ რა. ტოპ 3 საუკეთესო მამა, სოტიაქოს ნიშნის მიხედვით. პირველ ადგილზე არის კიჩხიბი. კიჩხიბის ნიშნი. ამაზე რამე გავაკეთო? ამაზე უკვე კომენტარი დავწერეთ, ხისქა რატო არა თქო. მართლა? დავიწყოთ ხარ მზად? მიდი. ტოპ 3 საუკეთესო მამა, სოტიაქოს ნიშნის მიხედვით. პირველ ადგილზე Let's go. დავიწყოთ. არის კიჩხიბი. ძალიან გაუწესწრავლები არიან. როგორც წესი, ძალიან შფოთავს მათ არჩევანზე, მათ მომავალზე. ძალიან დამყალე. მეორე, საუკეთესო მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ეს არის ლომი. ძალიან манипуляტორები მეგობრებო, არ დაუჯეროთ. განქორწინების შემთხვევაშიც კი შვილებისთვის ავტორიტეტი რომ არიან და ბავშვები ფრასაძერო სახში უნდა იყო და დაეგეძინეს საწოლში ეგ არის, ეგ კატეგორია. სამე, ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც არის არაჩვეულებრივი მამა, ეს არის ვერცი. ვერძის ხისქა მეგობრებო, არ მომწონს თავიდან. არ მომწონს. მირამდენი შვილიც არ უნდა შეეძინოს ვერძის ნიშნით დაბადებული მამაკაცი ახალი სიცოცხლის დაბადებას საოცარი ენთუზიაზმით და მოტივაციით. მეტი არ შემიძლია ეხლა ნამდვილად. არც ერთი ნიშანი არ მევასება და რა გავაკეთო? მე მაინტერესებს როგორ მოგეწყო ჩვენი გადაცემა. მე კი ძალიან მომწონდა, ძალიან კვაყოფილი ვარ. კვაყოფილი ხარ. რამე ხო არ დაგჭირა სასაუბრო, რაც გინდოდა რომ გეთქვა? არა, უბრალოდ ყველას რასაც ვეუბნები, იმას ვეტყვი, რომ მე როგორც იუმორისტულ ჭრილში ძალიან კარგი ვარ, მაგრამ მე როგორც ფოტოგრაფიაში და მე როგორც მუსიკაში იმაზე მეტად უკეთესი ვარ მეგობრებო და შეგიძლიათ რომ ის მხარეც დააფასოთ ჩემი და ამით უფრო მეტი სიამოვნებას მივიღებდი მე პირადად. კი ბატონო. ამის მინდა და მეტი. წავადებს გისურვებ. გისურვებ რომ ის ნიჭი რაც გაქვს დაფასებული იყოს ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ეხლა შენი ბოლო სიტყვებით მივხვდი რომ გირჩევნია იქით კონდეს უფრო დიდი გამოხმაურება და პოპულარობა იმით. ბალანსი რო იყოს უკეთესი იქნება. ხო, ხო, რა თქმა უნდა. გისურვებ წარმატებებს, დიდი მადლობა რომ დღეს მესტუმრე და რა ვიცი. დაგემშვიდობები. კარგად.